იესო ელაპარაკება ღმერთს და ღმერთი ელაპარაკება იესოს. იმემჯერა რომ მამას შეუძლია და ელაპარაკოს ძეს და სულიწმინდა მამას და ასე შემდეგ. ერთმანეთს ელაპარაკებიან? კი. იესო ყოვლის მცოდნეა? კი. მამა ყოვლის მცოდნეა? კი. ერთმანეთს ელაპარაკებიან? კი. რაზე? უბრალოდ ლაპარაკობენ, კარგი რაზე ლაპარაკობენ? ლაპარაკობენ თავის სიყვარულზე. მაგალითად, ყველაფერი. თუ შენ ყოვლის მცოდნე ხარ და მე ყოვლის მცოდნე, რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ყველაფერზე. ხო, მაგრამ რაზე უნდა ილაპარაკონ? ღმერთი არის ყოვლის მცოდნეა, ყველაფერი იცის და ისევ ყოვლის მცოდნეა, ყველაფერი იცის. კარგი, რაზე უნდა ილაპარაკონ? ყველაფერზე. მაგალითი მომიყვანე. როგორ უყვართ ხალხი და რომ ერთმანეთი უყვარს. ანუ ეუბნება მე შემიყვარ ხარ და ამ ინფორმაციას აწვდის მეორეს. შენ გჯერა რომ იოსე ღმერთი და მამა ღმერთია, ხო? ერთმანეთს ილაპარაკებიან? კი. რატომ? რატომ არა? როგორ როცა ორივე ყოვლის მცოდნეა? ეს ადრე გამეგია, მაშინ მიპასუხე. რაზე უნდა ილაპარაკონ, როცა ორივე ყველაფერი იციან? როგორ უნდა ვილაპარაკოთ? მე თუ რაღაცას გეტყვი, შენ უკვე ეს იცი? არა. მომიყვანე ერთი მაგალითი, სადაც მამა ელაპარაკება ძეს. შენ თუ იცი რამე სიმართლეა და მე თუ ვიცი რამე სიმართლეა, ჩვენ ხო შეიძლება მაგას დავილაპარაკოთ? როგორ? შეიძლება? მინდა ვიცოდე როგორ? მაგას აზრი არ აქვს. ანუ მე და შენ თუ რამე ვიცით, მაგას ვერ დავილაპარაკებთ? მაგას ვიძახ, მაგალითი მომიყვანე. არა მაქვს. იმიტომ ვერც გექნება და მე გეუბნები რომ ვერც გექნება ეგეთი მაგალითი. ვერ მომიყვან ერთ მაგალითსაც, ერთსაც ვერ მომიყვან.